ზოგადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფიცხვერი. გამარჯობათ პატრიცემულო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით ტელეკომპანია ქართულის სტუდიიდან. გადაცემით ლექსო არ დაიკარგები. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლეილა აჩემოშვილი გახლავართ. დღეს სტუდიაში ბრძანდება უძვირფასესი ქალბატონი მზია გუმბერიძე. მზია გუმბერიძე გახლავთ იმენელი ქალბატონი, მაგრამ მან ოჯახი შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში. იქ ცხოვრობს იგი დღემდე თავის უძვირფასეს ოჯახთან ერთად და ნიჭიერი ქალბატონია. მე ძალიან მინდოდა მისი მოწვევა. იგი თქვენთვის გამოცნო, ძალიან ბევრი იცნობს მას, მის შემოქმედებას და დღეს ვფიქრობ უფრო კარგად და ლამაზად გავიცნობთ ამ უსაყვარლეს ადამიანს. სულითა და ხორცით ლამაზ ქალბატონს თავისი ნიჭიერებით. მას ყავს 3 შვილი. სამივე ექიმი, ფსიენაპეთ ვამბობ. ეს არის არაჩვეულებრივი დედა და აქვს 5 წიგნი, 4 პოეტური კრებული, მე-5 ზღაპრების წიგნი. იგი უმეტესად ბავშვებისთვის წერს, მოზარდი თაობისთვის. თავისი პოეზიით, თავისი შემოქმედებით აყვარებს საქართველოს, ქართველობას, ყველაფერ ქართულს და მას იწვევენ ბევრგან სკოლებში, საბავშვო ბაღებში. ქალბატონი მზია გუმბერიძის ზღაპრებს დგამენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მონაწილეობენ ბავშვები. ხატავენ ამ ზღაპრების მიხედვით ილუსტრაციებს. ასე რომ უდიდესი ამაგი აქვს ქალბატონ მზიას მოზარდი თაობის აღზრდაში და მათი ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. მე სანამ სიტყვას ქალბატონ მზიას გადავცემ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ და გაგახსენოთ. თქვენ კარგად იცნობთ ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას. ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკიდან ბევრი მიყვარს, რა თქმა უნდა, ბევრი წერილი, მაგრამ ერთი რაღაცა ძალიან განსაკუთრებულად. ეს გახლავთ წერილი ქალთა შესახებ, რომელიც დიდმა გორსანმა გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე დაწერა, ესე იგი 1914 წელს. ამონარიც შემოგთავაზებთ ამჯერად. დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში, დიდზე და პატარაზე. შვილების პირველ დაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედის ხელშია. დედა გადამწყვეტელი შვილების ბედიღბლისა. შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედა ბრაშთა ბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდებული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სდეს თესლს კეთილისა. დიახ, ეს მოდეს დედაკაც, შვილი როგორ აღზარდოს შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში, რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლია დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონო მზია. მოგესალმებით. ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ტელეკომპანია ქართულის ეთერში და სტუდიაში. მადლობა ასეთი ლამაზი პოეზიისთვის, ასეთი ლამაზი ზღაპრებისთვის და სანამ შემოქმედებაზე დავიწყებ საუბარს, მოდი აი ვაჟა-ფშაველამ რაც თქვა, იჯერ იმაზე ვისაუბროთ. უპირველესად თქვენ ბრძანდებით ქართველი დედა. 3 არაჩვეულებრივი შვილის აღმზრდელი, უნიჭიერესი შვილები, 3 ექიმის აღმზრდელი. ერთ-ერთი უკვე მეცინის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორად მუშაობს.
ეს არის რა თქმა უნდა მისაბაძი. ვაჟა-ფშაველს უმიკვირდა, ვაჟა-ფშაველას დედა წერა-კითხვის უცოდინარმა ქალმა გულქან ფრიკლეშვილმა 3 მწერალი გააჩინა. ქალს, რომელსაც არ იცოდა ანიტება, წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ უმჯერესი 3 მწერალი. თქვენ 3 ექი. ხომ ხართ თქვენ განსაკუთრებული დედა, არაჩვეულებრივი დედა. აი როგორ აღზარდეთ შვილები, ასეთი დიდებული შვილები, ასეთი ავტორიტეტიანები, რა იყო, როგორ ასწავლიდით, რას ასწავლიდით, სახლში რას ასწავლიდით, გარეთ რას ასწავლიდით. სხვებისთვის ეს აი ზოგიერთისთვის მისაბაძი იქნება. ჯერ ამაზე ვიამბობ და მე დავიწყოთ შემოქმედებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის. პირიქით. შვილების ახსნა მართლაც რთული საქმეა, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. შვილებთან ურთიერთობა აი მართლა უნდა განიჭერდეს სიხარულს, ბედნიერებას, მათი თუ ნაცხოვრობდე, მათში უნდა ცხოვრობდე და ისინი ჩვენში აცხოვრობენ. მე არასოდეს დამემარია ჩემი შვილებისთვის გასაჭირი, ის თოხი, ის ბარი, ის წიგრი, იქ გქონდა ჩვენ, როცა მუშაობდით ერთ-ერთ თოხით, მე და ჩემი შვილები, დიდი ბიჭი განსაკუთრებით, რომელიც დღეს პროფესორია, თოხით ჩემბერჩიო თოხი და მე იმას საკუთარი თავიდან გაყვეთილებს იქ ვასწავლდი ხოლმე ამ მუშაობის მომენტში. სახლში რომ მოვიდოდა, დედა ზუსტად ისე წერია, როგორც უთხრა და ისწავლა იმ მუშაობაში გაყვეთილი. რომ ვერც კი გარიგო. მე სახლში ჩაგეწერთ ხალხია. აი მე ყოველთვის ვფიქრობ, შვილი თუ ხედავს დედის ალალი ოფლის ღვარს, დედისა და მამის, ის აუცილებლად დაიგემოვნებს იმობს და მომავალში გამოადგება. აი მართლაც ასია, რასაც ხედავს შვილი, ოჯახში გარეთაც ვასწავლე, შრომა ყველანაირი და სიყვარული. მიწისაც, წიგნისაც და რა ვიცი, გვერდჩინედეთი და გვერდჩინედეთი. ასე მათიციან იქ გაჭირვებული რომ მივა ადამიანმა როგორ კანკალით იშოვა ის ოპოლით რა ოპოლით იშოვა რომ მისულიყო ექიმამდე და იქით ეხმარებიან თუ კი რამე შეუძლიათ ყველანაირად. არის ჯიბის კაცება რომ იცოდა და რაღაცა სხვა არ ვიცი ყველაფერი ესმის საერთოდ რა მოდის როგორ მოდის და როგორია ცხოვრება. ბავშვი არის დროს არ უნდა უთხრა რომ რაღაცა ციდან ჩამოფრენილია იმას გამზარებული მიაწოდო. ხო ისე მიაწოდო რომ არ იცოდეს საიდან მოდიოდეს პირიქით ჩართეთ შრომაში, ჩართეთ ოჯახის საქმიანობაში, იცოდეს ის რომ უჭერს და იმ გაჭირვებას შველა უნდა და რაღაცნაირად უნდა უშველოს იმ გასაჭერს. აი ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი მასწავლე ბავშვებს როგორ იცხოვრონ და ეს არის აუცილებელი, თორე ახლა სახლებიც უყიდიათ, მანქანებიც, მაგრამ მე ვერც ერთი ვერ უყიდე, პირიქით და ხეული შავით ვატარებდი და წიგნებს ვაჭრიდი და წიგნის პასუხა საერთოდ სიმის ვაძლევდი მინიმუმს. ასე დღეს უბრალოდ სამეცნიერო ელიტა იცნობს, მაგალითად ჩემს უფროს ბიჭი საერთაშორისო ექსპერტია და მსოფლიო აკმაყოფილი მეცნიერი კაცია და საქართველოს წარმოადგენს იმხელა კონფერენციებზე და კითხულობს მოხსენიებს ინგლისურად, რუსულად და რა ვიცი. სპეციალობით ინფექციონისტი. სპეციალობით აი ეპიდემიოლოგია. ძალიან კარგი მეთოდებები გემყოფოთ და დიდებად გძაფით. შვილები და რომ არ ვიცი თუ მე მართლა გავამხელდი რომ ბავშვობიდან წერდი, მაქვს ბავშვობის მამულების შემონახული, როგორც რომანი მაქვს კიდე ძალიან კარგი ბავშვობისა, მაგრამ ის ამბეულებში დევს მე მათი ამბეჭი ალბათ არა ვარ.
როცა ბავშვებმა ახლა ჩავარდნენ რამე სამსახურცხელი მოკიდეს და რაღაცა მითხრეს რომ დედა ძალიან მოკიდე ჟურნალისტები ყავს და რომ ნახა ჩემი ლექსები ასეთი ლექსები საერთოდ არ უნდა იყოს უგამეცნეს Facebook-იდან კიდევ რა იცი და ისედაც რა ვიცი კულტურის სახელმაც დიდი როლი შეასრულა ქალბატონმა ხელები დამიკოცნა უბრალოდ რო გასული ვიყავი მეგობარმა გამიყვანა 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებაზე და მოდისო კულტურის სახლიდან კულტურის სახლის მენეჯერი მომითხრეს და მე კი არც ვიცოდი ძალით წამიყვანის ქვრივი ვიყავი ახლა შავები მეც ახავდი ქვრივი რაღაცა და არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ არც ბავშვებმა დამაყენეს, არც მეგობარმა და ერთი სიტყვით ასე გავედი და ქალბატონმა თინიკომ ხელები დამიკოცნა და მითხრა, რომ მოდი საღამო უნდა გავიკეთო კულტურის სახლში. კულტურის სახლში საღამოც გამიკეთეს, ერთი წიგნიც დაუბეჭდე მანამდის ჯადოსნური სამყარო და ამ ბიძგი მოგცა თქვენ რომ ეს ჯადოსნური სამყარო ის პირველი წიგნი უკვე მესამედ დაუბეჭდე იმიტომ რომ ისა რამაც რომ მქონდა საღამო აგვისტოში წიგნი აღარ მქონდა ჩემთვის ეს წიგნი დაუბეჭდე სულ ესე მიდიოდა ბაღებში ფოსტით ვაგზავნით იყო შეკრაში. ხო და მე მეუბნებოდი იმ წელს და შავშან კიდე მესამედ დაუბეჭდე. ჩვენი ამბავია. ჩვენი. აი მაინც პირველი ლექსიურის მოვიდა და როდის დაიწყეთ? მაინც ელემაყურებელს ყოველთვის აინტერესებს. აბანო ვისწავლე მე იმერები განვარ და ესე კარგი გაღებული მქონდა. მახსოვს რომ სამშობლოზე დავწერე ლექსი, მაგრამ ეს ლექსი არ მახსოვს. მე თავიდან ლექსებს ხედავდი, ვანადგურებდი. ჩემს შემოქმედებას არ ვამხედი, არ ვამბობდი, პოეტს რო დამიძახებდი, ვიმბლებოდი. არ ვიცი, არ მიყვარდა რომ ესე მეძახდნენ და მცხრელობდა. იმიტომ რომ დიდი პოეტები ვიცი. მეც რომ მეძახდნენ, უკვე ამას ვერ ვითავისებდი და ამ ღია კარებიდან უყურებდი გაზაფხული იყო და როგორ იფერებოდა ტყე იკვებებოდა და ამ მომენტში დავწერე ლექსი მახსოვს, მაგრამ ზედმეტად ნახეთ არ მახსოვს. იქიდან მე ასე ხო წერდი, მაგრამ ვანადგურებდი. ბევრი შემოქმედი აგეთებს მაგას. გალერეონზე დავიწყოთ ახლა რამდენიმე ლექსი წავიკითხეთ. მაყურებელს გავაცნოთ. რამდენიმე ლექსი და მეცინოთ ვისაუბროთ. რადიოს გადაცემა ძირითადად ფოლკლორზე არის ხოლმე თქვენი გადაცემისა. მე გადაცნობ ახლა ჩემს ანბანზე აწყობილი გამოჩენები და ენის გასატეხები არის. ეს წიგნი ნახატული არის არაჩვეულებრივი ქალბატონის საგარეჯოში მხატვარი თამარ იორამაშვილის მიერ. გარედანაც კი ნახატებია, შიგნითაც და ჩვენი ძვირფასი საგანძური. ჩვენი ანბანი ყოველი ასო არის მოხაზული მის მიერ. ყველა ასო, ნახეთ, არის არის არაჩვეულებრივი ნახატები და ეს ნახატები არის ისინი პერსონაჟები თვითონ გამოცანის ესენი დახატული მის მიერ. ეს არის საოცარი წიგნი და მართლა ძალიან ბევრი სკოლა დედაენასთან ერთად დაატარებს ხოლმე, რომ აი ეს ერთ კუპლეტიანი, ერთ სტროფიანი ლექსები ბავშვებმა წაიკითხონ, გაიცნონ გამოცანებში ერთი სტროფით, გაიცნონ ცხოველი, ფრინველი, მეორე წიგნი, რა ვიცი რაღაცა, რომ ასე ისა და მე ახლა თქვენ გაგაცნობთ წიწილას და კრუხის ენით პატარა სასმისის ჭინჭილას, რომელიც არის თიხის ჭინჭილა, ალბათ ბევრმა იცით კიდეც, მაგრამ ბევრმა არ იცის.
პატარა დოქი სასმისი ერთ ჭიქიანი და რა როლს ასრულებდა ეს ჭინჭილა იმ დროს როცა ასეთი გავრცელებული იყო და საჭირო იყო ჭიჭილა და ჭინჭილა ნახეთ როგორ დაწიწინებს ჩვენი ციცქნა ჭიჭილა წყალი უნდა რომ დალიოს რა იპოვა ჭინჭილა კი დალია სულ თავიდან წვრილ ხელამდე ჩავიდა მაგრამ ხელში გაიჭედა ნისკარტიც ვერ წავიდა დასწიოდა ბაძეწინა მიშველეთო მიშველეთ წყალი თითქმის ავსია და ენაც ვერ დავისვენე გაგერვია ეს მუცელი ღორი არის ნამდვილი თურმე ჩასხმეცნელია და არცმა არის ადვილი გამაჩანით მას რა ქვია ხელი რომ აქვს ყინწილა ასე უწყლოდ რომ დამტოვა მე პატარა ჭიჭილა დედა კროხმა მოიბინა რატო წივი ჭიჭილა ეს კაცების სასმისია და მას ქვია ჭინჭილა მაშინ ღვინო ცოტა იყო ეს ჭურჭელი ითვლიდა ყველას თითო ყლუპი ესვა ანდა კიდევ წვილა ამ ჭურჭელით ბევრი წლები ლოცეს დიდმა კაცებმა მათ უფალი ადიდეს და ჭერის შეძლეს დაცემა ჭერი რომ მას გვიკაფავდა კლავდა ციცქნა ჭიჭილას ხმალი იყო საბრძოლო და დანლოცავი ჭინჭილა უბრაზდები სასმისზე გუშინდელი ჭიჭილა საუკუნელოს დაუფოს უფალს ეს პატარა ჭინჭილა დაფასება უნდა უფროს ვინც არის და რაც არის ჩვენი დედა ისტორია ჭინჭილების ზღვაც არის მადლობა გალუკონზე ძალიან კარგი არაჩვეულებრივია მოძებნით ანდარა ბავშვებსაც ვასწავლი ჩვენი ფესვების სიტყვა ჭინჭილა დაიკარგება და ბავშვები დაიგებენ რა არის და რას ქვია ჭინჭილა ძალიან კარგი არაჩვეულებრივი ლექსია და არაჩვეულებრივი საქმე ეს არის ჩემი სიკეთის ფერი ეს ჩემი მეორე წიგნია ამ წიგნში არის პოემა სიკეთის ფერი 14 წლის ბიჭი ობლდება და როგორ ცდილობს რომ კარგი ოჯახის შვილი იყო და დარჩეს კარგადავიანად აღიზარდოს კარგი კაცი იყოს და თავისი ოჯახის ღირსეული გამგრძელებელი იყოს მამა ამაყებოდა და დარჩეს მამის კვალზე და მართლაც გამოჩნდება მის ცხოვრებაში ღირსეული ადამიანი რომელიც სიკეთის ხელს გაუწვდის და მის ცხოვრებაზე არის ეს პოემა და ამ წიგნსაც ქვია სიკეთის ფერი ახლა აქედან მე ლექსებს წაგიკითხავთ თვითონ პოემა დიდია და ვერ წაგიკითხავ ბიჭო ქართველო ეს არის ლექსი რომელთაც მიმართავდი ყველა ქართველ ახალგაზრდას და ვუსურვებდი რომ მართლაც ჩვენს ქვეყანაში მოტრიალებულიყვნენ ჩვენი ბავშვები და ვიპოვოთ ჩვენი საქართველო საით მიდიხარ შენელი შეჩერდი ბიჭო ქართველო შენ რომ წახვიდე ჩვენ რა ვქნათ აქ ვინ მოვიწყო სათველო მაგმიწა სახლა რომ დგახარ სისხლის ზღვა უსვამს ქართველის არ გაქვს უფლება წახვიდე და არ დაუნთო სამთელი შენ იმედი ხარ ხვალისა შენ გაბარია მამული შენი ვალია დაიცვა მიწაწვრემ ოფლით ნამული ვინ დაუბრუნებს სამშობლოს დაკარგულ ყანა ვენახებს ვაი თუ ჩვენმა შვილებმა ლეგენდა ზღაპრად შერაცხეს შეჩერდი არ დაიკარგო რუკაც არ აგავს ქართველო სახლში დავრუდით ბიჭებო ვიპოვოთ კვლავ საქართველო მარხელობითი მნიშვნელობისა მართლაც ვეთქობდი ამ ლექს ამ სიტყვებს ყველა ახალგაზრდას და ყველა ქართველს თვითონ ვერეს ტრაგედია რო იყო მდინარე ვერეს ტრაგედია მაშინ დამწერე ეს ლექსი
რა არისო ქართველობა. ასე ჟურნალისტი გადიოდა და ეკითხებოდა კითხვას უსვამდა ყველას თითქმის რომ რა არის ქართველობა. მაშინდელი ქართველობა მართლა ერთი შეკრული მუჭი იყო. მართლა ყველა რო ერთ საქმეს აკეთებდა და რა ამბავი იყო ალბათ ბევრს ახსოვს არც ისეთი დიდი ხნის ამბავია და ამის თემაზე დავწერე რა არისო ქართველობა. რა არისო ქართველობა ვისვამს კითხვას ქართველი. იცით ხარ ხო მასწავლია და სრულიად ჯანმრთელი. ქართველობა ტომებია საუკუნეთა ჯარიდან. ქართველობა ლეგენდაა იმ თიხამიწის ჯამიდან. ქართველობა კულტურაა ქვაზე ნაკვეთი არბიდან. ქართველობა სული არის დაუწერელი თავიდან. გენი არის ქართველობა ვაჟკაცური, მანაცური, სისხლი არის ქართველობა სხვაგან არც დადარნახული. ჭკუა არის ქართველობა, შოთა არის დადაგული. ბრძოლა არის ქართველობა, ერეკლია აღმართული. თანჯვა არის ქართველობა, ქეთევანი დაშალტული. ერი არის ქართველობა, დავითი არის ჩასაფრული. ქალი არის ქართველობა, ნარიყალას აღმართული. დიდი არის ქართველობა, ნათქვამი თუ დაკარგული. 9 აპრილის ლეგენდაა, გმირთა ძეგლი გამართული. დღეს ვერია ქართველობა, სისხლი ჩვენში მკვიდრად დგმული. ტომებია ქართველობა, არაერთი ლექსი თქმული. გული არის ქართველობა, ჭირში ძმურად გადაგმული. თუ მოგმართავთ ამ შეკითხვით, ისტორია წაიკითხეთ. თევდორე მღვდლის მაგალითზე წმინდანები განიკითხეთ. დიდი არის ქართველობა, უსასრულო ჯაჭვის ბმული. ტომებია ქართველობა, არაერთი ლექსი თქმული. მადლობა, დიდი მადლობა. ძალუტონზე არაჩვეულებრივი პოეზია. მე მინდა გითხრათ პარტიულად ელემენტარულად რომ ქალბატონი მზია გუმბერიძის 5-ვე წიგნის რედაქტორი გახლავთ ქალბატონი ნანანა გურგიშვილი. არაჩვეულებრივი წინა სიტყვაობები არაჩვეულებრივად შეფასებული ხავს ქალბატონ ნანანას მზია გუმბერიძის და თავად მისი შემოქმედება. აი ეს წიგნი საზღაპრეთი ჰქვია, სიბრძნის ქისა. ზღაპრებია, რომლებიც ქალბატონ მზიას მიერ არის დაწერილი და მისი შემოქმედების არაჩვეულებრივი ნიმუშებია. ან რა თქმა უნდა წავიკითხე ვიცი და მომაჯადოა სხვათა შორის პერსონაჟების სახელებმა. გოგონას ქვია ცუნცულა, მეორე გოგონას კნაჭო, გოგონას არიანა, მგელს ქვია ბუბუ, მეორე მგელს ქვია ტორია, მაიმუნს ქვია შიმპო, კურდღელს ქვია კუკუ, ცირკს ქვია ფეფე. საოცარი ზღაპრებია, ახაც ზუსტად რაც ხდება ფოლკლორში, ხალხურ ზღაპრებში, კეთილისა და ბოროტის შეჭიდება და რა თქმა უნდა სიკეთის გამარჯვებით დასრულებული. აი ამ ზღაპრებს, ქალბატონი მზია გუმბერიძის ზღაპრებს დგამენ თბილისის სკოლები, მოსწავლეები, ჩვენი რაიონის სკოლების მოსწავლეები, ილუსტრაციები აბსოლუტურად ყველა მოსწავლეთან ნახატია შეტანილი. ამის თაობაზე ქალბატონი მზია გვეტყვის და პარალელურად მინდა ახლა თქვენ გაჩვენოთ ფოტოკოლაჟი ქალბატონი მზიას შემოქმედების, ცხოვრების, იმ სკოლების და იმ საბავშვო ბაღების, სადაც ის მიიწვიეს, ღონისძიება გაუმართეს და დახვდნენ პატარები, რომელთაც წარმოადგენს ინსცენირებები ქალბატონი მზიას შემოქმედებიდან და მისი ზღაპრებიდან. ამაზეც ვისაუბროთ ქალბატონ მზია და პარალელურად ფოტოკოლაჟი ვაჩვენოთ. ეს წიგნი არის საოცარი წიგნი, რომლის მსგავსი ალბათ ჯერ არ გამოცემულა. აქ არის 10 სკოლის ბავშვების ნახატები. სკოლები, რომლებიც მიწვევდნენ, ტოვებდნენ ხოლმე 2 ზღაპარს, თითო ზღაპარს, ზოგან 3-საც გააჩნია თვითონ ხელოვნების მასწავლებელი რამდენს მეტყოდა. ამ პერიოდში ისინი გააჩნდნენ ხელოვნების მასწავლებლები ხელოვან ბავშვებს, ჩემს ნახატებს და
პირველი კლასიდან დაწყებული მეათე კლასის ჩათვლით ბავშვების ნახატებია აქ. ჩემს ზღაპრებზე ხატავდნენ პერსონაჟებს და ეხლა აქ გადმოცემულია ამ წიგნში ამ ბავშვების ნახატები. საოცარი ნახატები. მინდა გაჩვენოთ გლის თვალები, ერთი წამი, შეშინებული მგელი, რომელიც შეაშინა ძალის ერთობა. აი ძალა ერთობაში ასეთი ზღაპარი მაქვს. აი ერთი შეხედვით შეშინებული გლის თვალები. ბავშვის დახატული, გერი შეშინებული ხო არავის უნახავს, მაგრამ ძალა ერთობით შეაშინეს კურდღელმა, შვერმა, ირემმა, კახი, რამცი ყველაფერი ცხოველები შეკრებილები იმ დონეზე, რომ კურდღელს ძალა მიეცა დედა კურდღელს და გერს სილაც კი გააწნა ჩემ შვილებს, რას უპირებდი მე რომ შეგეჭამეო. ასე რომ ძალა ერთობაშია ვასწავლიან. აქ მართლაც სიბრძნის ქისაა მთელი ყველა ზღაპარი და აქვე მაქვს ზღაპარი თვითონ სიბრძნის ქისა და ამის სახელი ქვია ამ ზღაპარს. ამ წიგნს ხო არა ვიცი ეს წიგნი მე ახლა ზღაპრების კითხვას არ ნათმაოდა ფორმატი ავიწყებ თქლამდე ამისი დრო არ არის, მაგრამ გაცნობთ, რომ აქ არის პირველი კლასიდან მეათე κλასამდე ათი სკოლის ბავშვების ნახატები. არაჩვეულებრივი სკოლებია. ეს სკოლები აქ მიწევია, სკოლები კი მიწევია და ბეჭდილია. ყველა ბავშვის სახელი და ჯვარი არის სარჩევში მოცემული. თბილისის 107 საჯარო სკოლა, თბილისის 167 საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, ქალაქ საგარეჯოს ნომერ 1 საჯარო სკოლა, ქალაქ საგარეჯოს ნომერ 3 საშუალო სკოლა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის საჯარო სკოლა, ქალაქ რუსთავის ნომერ 18 საჯარო სკოლა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლა. ამ სკოლებში მე ნამყოფი ვარ და მე დავიცი ხდებიან იქ ჩემი ლექსებით, მეც მათ უკითხავ ლექსებს, ხოლო ამ წიგნის გაკეთება შთამბაგონა ჩემი 5 წლის შვილიშვილმა. როდესაც მე ზღაპარი დავწერე მეღორე გოგონა, ჩემი 5 წლის გოგონა შვილიშვილი ადგა წავიდა და დამიხატა. დამიხატა მეღორე გოგონა, მოვიდა და მაჩვენა. თავისი ინიციატივით ზღაპრიდან წამოსული შაბეჭდილებით. ხო და ბებო ეს გოგონა ახლა რომ იცინის რამხელა კისერი გამიკეთებიაო 3 წელი გოშინაფრი 8 წლის არის ახლა ეს ბავშვი. ხო და ისა არ გეგონასო ბებო ამას ჯოხი უჭირავს ხელშიო. ეს ის ჭხილია რომლითაც დედმამის სახეს ხატავდა ყოველ დღე ტალახსეო რომ არ დავიწყებოდაო. და ეს კაბა ყვავილები იფიქრა ხო ეს კაბა ყვავილებიანი არ გეგონოს დახეული აცია იმიტომ რომ ღარიბი იყო. ხო და ეს როგორი ისეთი მეტყველი თვალებია სერდიანიც და რა ვიცი მართლა მე ამის გულისთვის გადავწყვეტე რომ გამეკეთე მის 5 წლის ბავშვი ასეთი რამე გააჩვიფიქრა ეს ხო შეიძლება რომ სხვა უფრო დიდებმა კიდევ უფრო კარგი გააკეთეს და მე და
ჩემი ბავშვები ვართ ამ წიგნის თანაავტორები, ეს არ არის მარტო ჩემი წიგნი, არის მრავალი ბავშვის თანაავტორები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ამ წიგნს მართლა თავი მოვედი და გავაკეთე. შეინახა წიგნმა ამდენი ბავშვის ნახატი, არაჩვეულებრივი საქმეა ბაბატონო, დიდი მადლობა ამისთვის. გარშემო ტელემაყურებლებო, მე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ მზიას შემოქმედება ლექსები და ძალიან ბევრი ამღერებულია. ვიჯერი გადაცემის ფორმატი არიდევს აქვს საშუალება იმდენი და ბევრი მოგასმენინოთ და ერთ-ერთი მინდა მოგასმენინოთ ახლა არის ასეთი პაციენტური პიროვნება ილიკო ლიფოკელი რომელიც ფანდურზე შესანიშნავად უკრავს და მან ამღერა ქალბატონშია ხო მოსკოვში მოვაწეობს იგი მოსკოვშია და მან ამღერა ქალბატონი მზია გუმბელიძის ლექსი, ტექსტი, დაბერდა, ოცნება, დაბერდა. მოდი ახლა ეს სიმღერა მოვისმინოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს მოგეწონებათ. შინაარსი არაჩვეულებრივია ტექსტის და მომღერალიც არაჩვეულებრივი. დაბერდა, ოცნებაც დაბერდა ვაირო მარმინდა გამხელა წასულა ცხოვრება წასულა გზა გამივლია რამხელა წასულა ცხოვრება წასულა გზა გამივლია რამხელა თვალები ნაოჩი ჩაფლულა ცხოვრება გავლეს გაპრულა დასრულდა ზაფხული დასრულდა ზამთარიც მოსულა მალულა დასრულდა ზაფხული დასრულდა ზამთარიც მოსულა მალულა ფიქრები მათოვდა წარსულზე დარდებით არ მქონდა გათოვდა თბებში გათოვდა წარსული მედად არ მქონდა გათოვდა თბებში გათოვდა წარსული მედად არ მქონდა ესახო მიბრუებს გონებას ანჯერა სიბერის არმჯერას წარსული მოსულა ზმანება მე ახლა მჭირდება მაჯერა წარსული მოსულა ზმანება მე ახლა მჭირდება მაჯერა დაბერდა ოცნებაც დაბერდა ვაირო მარმინდა გამხელა წასულა ცხოვრება წასულა გზა გამივლია რამხელა წასულა ცხოვრება წასულა გზა გამივლია რამხელა მე იშვიათად ვიღებ ხოლმე მონაწილეობას და ერთხელ მივიღე ესეთ კონკურსში მონაწილეობა ძლევარი საკრებულები. იყო ეს მწერალთა კავშირის ინიციატივი და ამ ორი ის ლექსი გავგზავნე პატრიოტული თემა უნდა გავგზავნა და ჩემო ლექსმა გაიმარჯვა და ის შესული არის დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს ამ კრებულში რომელიც არის მწერალთა კავშირის კრებული და რომელიც გვაჩვქეს მერე ჩვენს
და მაშინ მოთავსებულია ხალხური შემოქმედებიდან დაწყებული ჩვენი სასიკადულო მწერლები, პოეტები, დავითის ფსალმუნებით, შოთა რუსთაველის აფორიზმები, ძალიან ბევრი სულ ყველა თემგდალეულები და მათ გვერდზე არის ერთი ჩემი ლექსიც, რომელსაც ეხლა წავიკითხავ. Საერთაშორის მეორე სეგმენტზე ვარ, მიგეთ დიდი სიამოვნებით. დედაება. ჯიშო ქართულო, ნუ შეიცვლები, მამულო ჩემო, ნუ განიხმები, წყაროვდა ხევო, ნუ დამიშვები, წინაკვარცვალო, ნუ შეირხევი, სულო ქართულო, ჩაჯექ სასულეს, ნუ მიატოვებ ვაჟებს, ასულებს, ნუ შეაშფოთებ ჩვენთვის წასულებს, ციურნათობად ცაში ასულებს, გულო ქართულო, იგულე კლავაც, რომ შეიცგერა ტაძარში ზარად, სამშობლოსათვის დღესაც და კვალაც, რეკდეს გუგულით მარად და მარად. სისხლო ქართულო, ძალუმად ჩქეფთე, კვლავაც ურულს და ჩაკრულოს მღერდე, და ქართველობა ლეგენდად თქმული, შემონახე ძარღვებში დღემდე, ნიჭო, ქართველი მთავარსარდლისა, ქართველ მეფეთა, გულანთებულთა, კვლავაც აღზევდი, ბედი ქართლისა, იმ ყალყორნებმა ისევ დათლითა. დედავ ქართლისა, მუხ ჩაუხლელო, კლავ დაუღლელო, გადაუთელო, ნამცეცა შვილის ვაჟკაცად მკნელო, გადაარჩინე კვლავ საქართველო, ღმერთო ძლიერო, დედაო ღვთისა, ძეო უფლისა, გზა გაგვინათე, მოგვეცი ძალა, ბნელი გავაპოთ და დავიბრუნოთ კვლავაც სინათლე. მადლობა. თავდაპირველში არაჩვეულებრივია, არაჩვეულებრივი პატრიოტით. მართლა შევიდოდა კრებულში ეს ლექსი და რაოდენ ბედნიერება, რომ ტელეკომპანია ქართულში ასეთი ძარღვიანი ქართული სიტყვა ისმის. მადლობა. კიდევ გითხრათ ამ გამარჯვებული ლექსები. თუ თქვენი სასურველი თქვენებათ. ხო, და რომელსაც შევხვდები. ჩემი გული ხარ. შენ საქართველო ჩემი გული ხარ. ჩემი ოცვა და ჩემი სამთელი. მინდა ხმამაღლა რომ დავიყვირო, რაც მიფიქრია, რაც მაქვს სათქმელი. მიემატება შენი შვილობა, მიემატება ოდითგან დღემდე, ისევ გიხილავ გამართულს წერში ხელმოღერებულს ამაყად მღერდე. ლამის თვალება გოგო ბიჭები, მარგარიტებად გდიოდნენ მკერდზე, შენი საზღვრები გოჯა მტკაველა, შემოიწნარდა ქართულბას წელზე. ჩემი სულის და გულის მალამო, არ შეგეშინდეს, არ დაიდარდო, წმენით იმღერე ჩემო პალამო, რომ სიდიადე კვლავ დაინახო, მიხვარ ხარ ჩემო, სულ თქვა ხარ ჩემი, ღმერთმა მარისოს მე შენ მწმელი, მოგშიშებოდეს ყველა იარა, წიგნებს იამბოს ტკივილი ძნელი. დიდი მადლობა ხალხოთანამსია. რა საოცარი ლექსია და აი ამ წაებმა მაფრთხოვანა კინომსვლები ჩამოვწვიდა შენი საზღვრები გოჯა მტკაველა. ეს ასაც ამიკითხავს. საოცრება მადლობა. შენი საზღვრები გოჯა მტკაველა. იცით, მე ძალიან ბევრი წიგნის თანაავტორი ვარ. ძალიან ბევრი წიგნის ახლა ჩამოთვლა შევსწავლებს და ყველა ლექსი ჩემ წიგნებში არ მაქვს ამ ჩემ ხუთ წიგნში და ამიტომ ერთი ლექსი ამოვიწერე. ეს კი არის სხვა წიგნებში შესული და აქ ჩემ წიგნებში არ არის და ამას წაგიკითხავთ. დავწერე სხვათა შორის რაჭის მთებმა და ჩვენმა რამაზმა რიონმა დამაწერინა და შემაგონა ეს ლექსი. პირველად ვიხილე რაჭამაში, პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა. არავინ მითხრას. მე ჩემი ქვეყნის ნამცეცობა არავინ მითხრას. ყველამ დამითმეთ, დამიბრუნეთ, ნუ რა ისმი გაქვთ. მე ჩემი მიწა წინაპრების ნაოფლი მინდა, სისხლის გუბეზე ქართლის დედის ცრემლი რომ წვივდა. ჩემი რიონი ხვამის მთებში თამაშა მინდა, ჩემი ენგური, ბზიფის წყალი, არჭარა, რიცა, ჩემი სვანეთი, სამაჩაბლო, ცხინვალი მინდა,
ფრონდე ლიახი ორსიძმები რომ ყავდნენ წინათ ჩემი გარიჯის ყოველი გოჯი და კენჭი მინდა ნუ შეეხედით კახეთის მიწას საზღვრებს და რიჯნას ჩემი დამითმეთ თათუ მდინარე ცხისი არ მინდა დავითის მიწა წმინდა ნილოს ნალოცი მინდა ჩამომეხსენით დაცებებნო ყოველი მხრიდან მაგრამ ყველამ დამითმეთ სამშობლო ჩემი დიდი თუ ციდა ვერავინ ზიდას იმ ტკივილებს რაც რომ მან ზიდა სხვაგან სად არის საოცარი მზირალი ციდან ვის აქვს კულტურა დაწყებული წვეთიან ქვიდან ჩემია ჩემი წინაპრების წერა და კითხვა პატარაო ჩემ საქართველოს რომ კადრებ ვინხარ მე ჩემი ქვეყნის ნამცეცობა არავინ მითხრას ყველამ დამითმეთ დამიბრუნეთ ნუ რა ისმიდათ მე ჩემი მთელი საოცავად და ლოცვად მინდა უდიდესი მადლობა ჟუანტელის მომგვრელია თქვენი ლექსები სიამაყით ჟუანტელის მომგვრელი მადლობა საბატონოთი აბიტიორი კიდევ წამიგეთხეთ ასე ჩამძახილი ჩემს პატარებს რომ იყვნენ ქართველები ქართული სული სისხლის და გულის მამისა და დედის ვალი ქრისტიანულ ღვინო დაგვიტოვა პური ჩვენი არსობისა სინდის ნამუს სამოსელი გასაზომად კაცობისა მამა პაპამ დღემდე ზიდა და გვაწოდა ყველა წესი ღვინო როგორ მოვიყვანოთ როგორ ვთესოთ პურის თესლი სად გინახავთ რომელ წლებში უთესია ქართველს პლანი ვინ მოგწამლად ქართველებო ვინ დაგასვათ თავის კვალი ქართველობა არ გეგონოთ უფლება მხოლოდ მყარი ქართველობა დიდი არის მამისა და დედის ვალი იქ ქართველებო ნუ წაგიწავთ უფლის წესებს გულით გწამდეთ წმინდა მიწა ღვინოსვით და პურით ესეთ მადლობა დიდი მადლობა ქალბატონო ძალიან ბევრი შეკითხვა მინდოდა თქვენთვის დამესვა მაგრამ იმდენად ლამაზი პოეზია გაქვთ ცოტა გადავიფიქრე და მომიჩვენია მაყურებელმა თქვენი ულამაზესი პოეზია ისმინოს მაგრამ მაინც თქვენს აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იდეალური ქართველი ქალის თვისებები იქნებ გითხრათ როგორია იდეალური ქართველი ქალი როგორები უნდა ვიყოთ ეცია მე მგონი უნდა ვიყოთ უბრალოები ყველაზე დიდი სიდიადე უბრალოებია ვიყოთ ის რაც ვართ ყოველგვარი ვიღების გარეშე მე ასე წამს და ასე ჯერავს საქმეში შრომაში წარმოჩნდება ადამიანი რა თქმა უნდა მის ყველა ქალის ქალობა რა ვიცი ყველაფერში რაღაცა მონაწილეობა უნდა ქონდეს სიკაკლოცეც უნდა ქალს სიკოპტავეც სუფტავეც მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ შვილებს შეიძლება მე დღეს თებში დავტოვო და სარეცი და შვილებს ვიმიჯდე რომ ვასწავლო იმიტომ რომ ის იმის მომავალია იმის მომავალი არ დარჩეს უყურადღებოდ მე ხლარად გავეცხავი თებში ბავშვი დაიძინეს მე გავეცხავ წინვალი დავიგება აი ეს არის ჩემი აზრი უნდა ვიყოთ უბრალოები და ვიცოდეთ რა წინ და რა უკან საქმე რომელი ჯობია წინ ვიღაცის დასანახი საქმის გაკეთება ჯობია წინ თუ ის რაც შენს აუცილებლობას წარმოადგენს შვილების მომავლისათვის საჭირო მართალი გზავნებით სრულიად ალბათ დიდი მადლობა ასეთი ლამაზი და მშვენიერი პასუხისთვის დავიკითხოთ ერთი წამისული თუმცა ჩემი პოეზია ამოუწურა რა თქმა უნდა მამულო ცაზე ცისკარი ანათებს გულში ღიღინებს მღერანი ხვავით აგვავსე მამულო რომ ვიგრძნოთ შენი ძგერანი ცრემლით დავწერა ლექსები
გულმა აწოდა მელანი, შენ დამილოცე მამულო, ზედ გადავლილი ყველანი. ძველვას დიოდეს ყოველთვის, სული ოფლისა, პაპისა, ლოცვა ისმოდეს ღიღინი, იყოს დარაჯი ღამისა. კვლავ იმამულე მამულო, არ გადაგიხნეს ფესვები, არ მოკლებოდეს შენს მიწას, ქართული ადათ-წესები. ქალის ქალური სიმოწვე, კაცის კაცური ქცევანი, ხეით და სიჩილკისკისით იწურებოდეს მტევანი. მადლობა, ამინ გისმინა თუქალმა ქალბატონზე დიდი მადლობა. ერთ ლექსსაც მოვასწრებთ, ალბათ წარიკითხოთ და ცითა მოვასწრებთ. მოვალთ, ეს მიწერია აფხაზეთზე. მაინც იმეც მოგცემ ჩემო ტკივილისგან გაქელის, შენი კვნესით კვნესის გული, კვნესის ყველა ქართველის, ანთებული ჩვენი გული სითბო მისი ალების, იქ გაათბობს ყველა ქართველს მოლოდინის თვალებით. მოვალთ, გწამდეთ მართლა მოვალთ, მართლაც მოვხსნით გავლების და ფიალად ჩვენი ძმობის კვლავად შევსვათ განსებულს. არ ვის მისცემს კოლხეთის და ღმერთი კაცის დათმობის. ჩავიხუტებთ შამსღრის ტალღებს სიყვარულით გათბობის. იქ ბერლინის დიდი ღობე დროის ძალამ დაშალა და ტკივილის ნაკვალები სიყვარულმა წაშალა. ეგ დროც მოვაფრთებს რომ გაშლი, ჩამოიდეთ მტვერს, რომ ვიხედავ წინაპრების საფლავებს და ძლებს. ისევ დრო და ღმერთი გწამდეს, მოგცემს ძალას ალბათ, ღირსეულად ვიამბობთ წინაპრების კალთას. მადლობა. მადლობა დიდებული პოეზიისთვის ქალბატონზე. მადლობა თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. ბაჭებოდელი მაყურებლებო. დიდხანს ვიდოდა ამ ქალბატონის სმენა, მაგრამ გადაცემის დრო არ ითვალისწინებს ამას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონზე მოგზაურობისთვის. აი ამ ქართული ძალიანი ლექსებისთვის, ქართული სიტყვისთვის, ასეთი ძვირფასი პოეზიისთვის ძალიან დიდი მადლობა აი ამ ულამაზესი თაიგულისათვის, რომ მაჩუქეთ. უზარმაზარი მადლობა და ბაჭებო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა მოსმენისთვის, ყურადღებისთვის. ჩვენი გადაცემის მიზანია ლექსო არ დაიკარგები. ქალბატონზე გუმბერიძის ლექსები ასეთ პატრიოტულ თემაზე და ასეთი ძვირფასი ლექსები არასოდეს დაიკარგება. ეს არის უძვირფასესი პოეზია. ქალბატონზეა 2019 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. საალმაყო წევრი ხავს საქართველოს მწერალთა კავშირს. უამრავი წიგნის დაბადება ეზეიმოს, უამრავი შემოქმედებითი წარმატება. მე მადლობას გიხდით თქვენს მენისათვის, სიყვარულისათვის და მართლაც ლექსო არ დაიკარგები. მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ. პირადად ლექსით ვცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფის ხვერი.